გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში. საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა კი დღე-დღეზე დაიწყება. დღეს ჩვენ სტუმარი, ჩვენ ძმა და მეგობარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლავთ. ლევან, გამარჯობა. მოგესალმებით ბიჭებო. როგორ ხარ? კარგად, დიდი მადლობა რომ დამიძახეთ და თქვენთან სასაუბროდ მივიწვიეთ. ჩვენთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ და სასიამოვნო. არის შენ საპატივცემულოდ. აფასებ. შენი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის და ნაკრების საპატივცემულოდ. ვიცი მე უყურე თქვენ გადაცემა სანამ მატჩი იქნებოდა და იქაც ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, იმიტომ რომ ჭირდებოდა მართლაც და აი ასე თქვენნაირი გულშემატკივრების მხარდაჭერის გამო ვთვლი რომ მეტწილად სწორედ ამიტომ შემოვაბრუნეთ ის რთული თამაში, თორე ის დარბაზი ცოტა ცარილი რო ყოფილიყო შეიძლება ეს ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, ხო? იმ დღეს სავსე იყო 10000-იანი დარბაზი. ნუ იქ 9500 რაღაცა. იყო ხელბურთზე ყოფილა, ახლა აქ არა და ამბობენ რომ სპორტის სასახლეში მედვეშაკთანო 10000 იტევდა და 16 იყო ადრე, ხო? ეს გადმოცემით ბურევესნიკი მედვეშაკი იყო გითამაშ გადმოცემით ვიცი და ახლა არა უშოს რაც იყო ძალიან ანუ დამოუკიდებლობის პერიოდში არ ყოფილა. არა, ნუ 10000 კაცი ახლა და ძალიან ესე ხალხმა ძალიან იყო ჩაბა. კი, ხო, გიქომაგეს, რაც თავარია, მარტო მატჩის დროს კი არა, ილო, აი თამაშის წინ რო ჩაწერეს ცნობილმა ადამიანებმა, ძირითადად სპორტსმენებმა და მხარდაჭერა, ეს ყველაფერი სოციალური ქსელების საშუალებით მოთამაშეებმა ნახეს და ამხელა სტიმული, ამხელა მხარდაჭერა იყო და ეს ყველაფერმა, რა თქმა უნდა, აი ამან თვითონ ბიჭების თავდადებამ, იქ დარბაზში მოსულმა მაყურებელმა, ყველაფერმა ამან იმოქმედა და აი ესე თვითო აგურით მიიღწევა შედეგი, ისე ცალკე არასდროს არ არის, მე ყოველთვის ბრაზდები ხოლმე, აი გულშემატკივარი რომ ჯერ შედეგი იყოს და მე მივალთ, მოთამაშე ამბობს რომ თუ არ მოხვალ შედეგი არ იქნება. მე ვფიქრობ რომ ჯერ გულშემატკივარი უნდა მივიდეს მაინც. ეს მგონია და მე უნდა იყოს შედეგი. აბა ისე არ გამოდის. უნდა დაუჭირო. ორივე ერთად თუ ორივე ერთად მაგ დროს აი პირველი ხო ალბათ მაინც გულშემატკივარმა უნდა გადადგას ნაბიჯი ხო? ლევან ბატონო, 5 წელიწადში რაც შენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხარ, მეორედ ევროპაზე. კი ბატონო, საქართველოს ნაკრები. ძალიან მაგარი ხო, შედეგი. მე ეხა მიხარი ამ ბოლო დროს არ ვიცი ხა ასაკი რომ მემატება თუ რაღაცა გადავხედავ ხოლმე ამ წარსულს და რამდენ წარმატებულ სპორტულ პროექტში მოვხედრი ვარ და მიხარია, იმიტომ რომ მაგალითად დინამოში პირველად როცა მივედი, შენ მაგარი ფეხი. ხო, ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, 6-ში მოხვედრა უჭერდათ, გავხდით თასი ავიღე და ესენგეს თასი მივაყოლეთ და ნაკრებში 8 ფეხბურთელი ხდებოდა დინამოდან ეს შუშაკის დროს. და ევროპაზე. მე ხო ვაგზელებ, მე გია გეგუჩაძე მოვიდა და ერთადერთხელ ვარ გასული ევროპის ლიგაზე და იქ ვიყავი. მე ჩემო ბატონო დინამოში რო გავაგზავნოთ, მეორე დავბრუნდი უკვე ცოტა უფრო ესეთ მაღალ პოზიციაზე და ჩემპიონი ვერ გავხდით კიტემ რო პენალტი გავაფუჭა, მაგრამ იმის მერე ყველა გაიტანა და სულ ავსტრიის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი ხდება და ვენაცვალე კიტეს და ნაკრებშიც ვფიქრობ რომ სწორი თქვა, ხო სანიოლმა თქვა, ხო ყველაზე დაუმსახურებელი დაუფასებელი მოთამაშე არის, ხო და ეგ ჩემპიონი კი წავაგეთ, მაგრამ იმ გუნდიდან თქვენ კარგად მოგიხსენებათ და 7-8 კაცი ნაკრები ძირითადი ბირთვია და მე უნდა კითხო მეორე ნაწილში ეგ ორი და მე ხა წამოვედი აგერ ხელბურთის ხელბურთში წამოვედი და თელი ცხოვრება ხელბურთში არ ვარ, მაგრამ როცა ესეთ ფაზაში შევედით და სხვათა შორის რა ვიცი ორჯერ გავედით უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. კი, როგორც ხელბურთელი. თუმცა ხო, ჩემი რა ვქვია, სპორტსმენობით ვამაყობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეხლა იქიდან უნდა ვახსოვდე ხალხს, იმიტომ რომ ესეთ დიდი სიმაღლეები არ დამიფხრია. თუმცა ეს რაც თქვი, ჩემთვის კედელზე საპატიო ადგილას ეს დამსახურება არის. ხო და რას ვამბობ? ავტობიოგრაფიაში დიდი ადგილი. კი, ძალიან ვაფასებ. მიყვარს ეგ ტიტული, იმიტომ რომ საქართველოს პირველი ჩემპიონატი იყო და მეორე. ხო და ილო და ფედერაციაში ვახო მეიფარიანო რომ გადაწყვიტა კენჭისყრა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე და ჩვენ გუნდელებიც ვიყავით, კლასელებიც ვიყავით, ბავშვები და მეგობრები და აბა ვის უნდა დაუდგე.
გვერდში თუ არა ასეთ ადამიანს და ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავით მოგიხსენებათ რომ 30 წელი შესარჩევში გასვლა გვენატრებოდა არათუ შესარჩევიდან და ისეთი ოპტიმისტური იყო რომ ხანდახან ჩუმად რომ გამოვიდეთ ამ პრესის და იმის გარეთ მოამბობ მე უთხარი ასე გადაჭრით რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ იქ სოფლიოზე და რაღაც ცოტა რბილად თქვი მე ვთქვი რომ ეცდებით არა გავალთ და აი ესე მერწმუნეთ რომ სპორტში არის ესეთი მარტივი ფორმულა სწორად თუ მუშაობ და გულით თუ მუშაობ დღეს არა ხვალ შედეგი არის ეს არის მარტივი ფორმულა იმიტომ რომ არ მჯერა მე იმის რომ ვიღაცები სწორად მუშაობენ და მე წავლენ და ფარერის კუნძულებთან და ვიღაცის სენტ-კიტსის კუნძულებთან წააგებენ ეგ გამორიცხავს სწორად თუ მუშაობ აი გაგიმართლებს აი ჩვენ გაგვიმართლა უნგრეთში რომ მოვიგეთ პირველად რომ გავედით ევროპაზე ეგ ხო არ იყო ეხა დაგეგმილი გინდა თუ არა მოგება რა მე-7 რეიტინგში მე-7 გუნდს მოუგეთ გუნდით რომელიც არ იძებნებოდა რეიტინგში და გასვლაზე მოუგეთ ერთი ბურთი და გავედით ეს მეორე გასვლა უფრო რატო ვაფასებ იცით იმიტომ რომ ის სენსაციის წყალობით გავედით და აქ კანონზომიერად გავედით მაინც მე-4 კალათით შევედით მაგრამ ყოველ შემთხვევაში უშუალო კონკურენტებს 4-დან 3 თამაში მოუგეთ და 1-7 წამით ადრე წავაგეთ საბერძნეთში თორე ფიქრობ ისიც უნდა მოგვიგო ასე რომ ბიჭები ხელბურთელები წელში გამართულები თავის ძალები ირწმუნეს და რა ვიცი ვართ ახლა ევროპულ რუკაზე აი ესე ჩვენი დროშა არის დარჭობილი და გვიხარია აი ნათქვამია ესეთი რამე ეწერანაც სახსენე რომ შენარჩუნება უკვე რთულია, ასვლა იმდენად არ რთული, როგორც შენარჩუნებაო და აი რამდენად არის იმის პერსპექტივა, რომ ეს წარმატებული ზოლი გაგრძელდეს რა, უფრო გაიზარდოს. ჩვენ ახლა ესეთი მიდგომა გვაქვს და ამ ახალგაზრდა ბიჭებს ვეუბნებით სულ ამას და ჩვენ თავიდანვე გეტყვით, რომ არ გვიჭირავს ესეთი ურთიერთობა, რომ აი ჩვენ კაბინეტიდან და აბა აქედან ოფიციალური ფრაზებით ეგობრები ვართ. ახლა ვიცით ჩვენს დიდი ხნის დიდ რო არ გასულა ხო ჩვენ თამაშობდით და გძნობ ეხლა რა არის უყურე აქილო სერცვაძის თაობა იყო მე ამპილოგოვის თაობა იყო მე ჩვენი თაობა იყო მე ეხლა ეს თაობა მოვიდა ხო ის თაობები რო არ ყოფილიყო ეს გამარჯვებები არ იქნებოდა და გაერთიანდა აი ამ ანუ ჩვენ და ის ჩვენი წინა თაობა ჩვენ თავს ხედავთ მაგ ბიჭებში ეხლა რომ რა ჩვენ ვერ შევძელით ამათ გააკეთეს და ამიტომ გვაქვს ესეთი მიდგომა ეს ბიჭები არიან იმდენად ნიჭიერები და კარგები, რომ ჯერჯერობით არიან განვითარების სტადიაში. ანუ არ მივსულვართ იქ, რომ თქვათ, რომ აი აქ მოვედით და ამ დონეზე ვართ და აწი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. არა, ჯერ უმატებენ. ხო და რა ვიცი, სადამდეც მოუმატებენ, მით უკეთესი და შენარჩუნებას რაც შეეხება, უყურე წინა ევროპაზე ბოსნია ყავდა ჯგუფში, არავის არ ეგონა თუ მოუგებდით, იმიტომ რომ 3 ჩემპიონატი ზედიზედ გადიოდა ჩვენ პირველად ვიყავით მოუგეთ შვედეთთან წავაგეთ დაგეგმილად სრულიად სამართლიან და შვედეთია ჰოლანდიასთან ბიჭებმა როგორც გვითხრეს ევროპის დასრულების მესამე თამაში რო ქონოდა ჩვენ გონია რომ მოუგებდით პირველი თამაში რო იყო ნუ პირველი 15-20 წუთი ქონდათ რა ეს გათიშულები იყვნენ ამხელა დარბაზში ევროპის ჩემპიონატში ეხლა გვაქვს ეგეთი ამოცანა ბოსნია ჩანაცვლდა ხორვატიით დიდი ბოდიში და ხორვატია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია შვედეთი იგივე გავიმეოროთ რომ არის ყველა ტიტულოვანი გუნდი და დაგვრჩა ის ერთადერთი თამაში რაზეც 3 ზნე უნდა ვიყოთ მოგების დაგვრჩა ჰოლანდია ანუ გავიზარდეთ თამაშია ჯგუფში ხო იქ ბოსნია თუ იყო მოსაგები და მოუგეთ ეხლა ბოსნიის წინა მდგომი ჰოლანდია ყოს მოსაგები რაც შეეხება შვედეთს და ხორვატიას ეხლა რო არ გეგონოთ ამ წინადადებას ჩვენგან ვერ გაიგებთ რომ ჩვენ მაგათ გამოცდილების მისაღებად უნდა ვეთამაშოთ ეს წინადადება საერთოდ ვერ ხვდები რას ნიშნავს ეგ რო არ თქვა ის გამოცდილება არ მოვა მაინც მოვა ამიტომ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს რა ვიცი ვითამაშებთ შეუულებრივად მოგებას ვერ დაგკვირდებით გინდა თუ არა მაგრამ თავს არ დავზრდავ და ვითამაშებთ ხო რა ვიცი იქ თუ გავდივართ ილო ხო იმის წუწუნი რომ ვაიმე შვედეთი შეხვდა და ვაიმე ხორვატია აბა ვის შეხვდება ხა ესტონეთი და ლატვია თუ გვინდოდა მაშინ კი ვიყავით და იმ შესარჩევშიც ვერ გავდიოდით და ეხლა ეგრე არის და
ფეხბურთიც ეგრეა, კალათბურთიც ეგრეა, რომ გადიან იქ მე არ ხვდებიან გრანდებს. უდაშო რაგბიც აქ ყველა რუმინეთს დაიმათ. ურგებთ მე ჯერ მაგრამ ხო მოუგო. ხო და რა ვიცი, ვიყოთ, ვითამაშოთ და წელს ამ მომავალ წლის ევროპის ჩემპიონატზე თუ ვერ გაუკაჩეთ ამ გრანდებს და ჰოლანდიას მოუგეთ. კარგი ამბავია და მე კიდე უფრო წინ გადადგმაზე ვიფიქროთ. ესე ნელ-ნელა თორე აბა ის რა ვქია ესეთი რაღაცა თლათ არაობიექტური და არარეალური შეფასებებიც არ გვინდა. ლევან, რა უნდა კითხო, ეხლა ამ საბერძნეთთან თამაშმაც გამოაჩინა, რომ გრძელი სათადარი გოთასკამი აყვავს. ეხლა მე შენ გეტყვი სხვანაირად. აი მაგ იცი რა უნდა კითხო, მაგის იმად რა გაგრძელებად, რომ ხო არა რამე ჩაფიქრებული, რომ ვინმე ნატურალიზაცია გაუკეთა. არა, ხელბურთში არ ხდება ნატურალიზაცია, გეტყვი ისეთი რთული პირობებია. ჯერ ერთი თუ პირდაპირ ნატურალიზება უნდა მოხდეს, რაც მოხდა მეკარე ნიკაბაძეზე. ნიკაბაძე არის ქართველი, მაგრამ დაბადებული არის რუსეთში. იქ გაიზარდა, მაგრამ რადგან ფესვები აქვს ქართული, ბაბუა, მამა, ყველა ქართველი ყავდა, გამარტივებულია მოქალაქეობის მინიჭება და რა თქმა უნდა, მისი სურვილი თუ არის და ჩვენ ეს ბიჭი ჯემალ ბარამიძეს დიდი მადლობა, მან გითხრეს, რომ იმ წუთში ჩამოვიყვანეთ და აგერ მოგვაგებინა საბერძნეთის თამაში, მან მოგვაგებინა, ხო? ეხლა უყურე რა ხდება. უცხოელი არაქართველი ბებიარო ქართველი არ ყავდა ისეთი რომ ჩამოიყვანო ამისათვის იმას ბოლო 2 წელი არ უნდა კონდეს თავის ნაკრებში ნათამაშები და აღარ მოხდეს 3 წელია ან 5 უნდა კონდეს ნათამაშები შენ უნდა აქ ცხოვრობდეს მარტო არა აქაურ ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს და ეხლა ეგეთი დონის მოთამაშე რომ 2 წელი ნაკრებში არ უთამაშია მე აქ ჩამოიყვანო 5 წელი აქ იცხოვრო და მე 7 წლის მერე თუ რაღაცა მიცემ მოქალაქეობას კიდე შეუძლებელი. ანუ როგორც კალათბურთშია რომ დაიმატებ ერთს, როგორც წყალბურთშია აქ ეგრე არ არის და ამიტომ ამ კუთხით ფიქს აზრი არ აქვს თორე არის ვარიანტები ხა იცით რომ რაღაც კონფლიქტებია ის არის ზოგი ქვეყანაში არეული ვითარება და არიან სურვილები რომ სხვა ქვეყნის მაისურით ითამაშოს, მაგრამ რეალურად არ გამოდის. მით უმეტეს ახლა ჩვენ ყავს ისეთი თაობა, აი ნიკოლოზ კალანდაძე უნდა დაემატოს ამ გუნდს, გრძელ სკამზე რო საუბრობთ, ხო? კი, ძირითადი ბირთვი ჩვენ ყავს, რომელიც უმოვიდანზეა, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელებს ხშირად გვაქვს ნაკრების მწვრთნელებთან საუბარი და მესმის ახლა მათაც უჭერთ გარისკონ, მით უმეტეს ესეთ გადამწყვეტ მატჩებში, მაგრამ უკვე დრო არის, იმიტომ რომ სკამი თუ არ ყავს, უყურე კალანდაძე არ ყავდა, ხაზეინ რუსტამოვი არ ყავდა. ეს ორივე არის ძირითადის მოთამაშე, ხო? ცინცაძე იყო პირველი მეკარე და არ გამოუვიდა თამაში და ანუ აქაც სკამმა გვიშველა, ხო? ეხლა უყუროთ ჩვენ თემურ ჯუნიკიძე კაპიტანი დაიმტრა. ანუ ეს უკვე მეოთხე ძირითადის მოთამაშე გამოვაკელით და შემოვიდა გავაშელიშვილი, ხო? გავაშელიშვილს წითელი მიცეს. წავიდა, ისე 5 ძირითადის მოთამაშე არ ყავს და შემოდის ამ დროს ახალგაზრდა არეშიძე. კუთხეზე ახალგაზრდა ხელისუფალი, ხო? იქ წავიდა თამაში და როგორც გაირკვა იმ არეშიძის კარგვა მოქმედებამ საბოლოო წერტილი დასვა. ყავს კიდევ მელიავა ყავს, იქ დარსანია ტრავმირებული, ლაპიაშვილი ყავს. ანუ მოთამაშეები არიან, კი, უბრალოდ მათ ჭირდებათ ეხლა ესე ნელ-ნელა შეგუება და შემოსვლა მოიდეს. თან არ დაგვავიწყეს ის რომ ამ თამაში ცხოვრებაზე ხა ცუდად კი არ ითამაშა, მაგრამ არ იყო ის მატჩი რომ ცხოვრებაზემ რომ მოგვაგებინოს, ხო, არ იყო ხა ეგეთი თამაში და შესაბამისად, როცა კაპიტანი დამტრეულია, გავაშელა წითლით გაგდებულია, ლიდერს 4 გოლი გაიტანა, მე მგონი არ წაუვიდა, ხო? თუ სკამი არ არის და სხვა არ არის, აბა ვინ მოიგო ის თამაში, ხო, ვიღაცამ ხო მოიგო. ნუ კბილაშვილი გამოვარჩიოთ ეხა, იმიტომ რომ ლიდერობა იტვირთა და ფეხიც იტკინა მე მაგ თამაში და ამიტომ ისლანდიაში ისევე როგორც ეკე არსენაშვილი აღარ გაუშვით, იმიტომ რომ იქიდან გუნდი აეროპორტში წავიდა პირდაპირ თამაშიდან და გზაში რომ გახურებულზე ხელბურთთან, ჯერ ხელბურთს თამაშიდან რომ გამოდიხარ, რამე რო არ გტყიოდეს, გამორიცხულია, იქ რაც წყმა და ჯაჯგურია, ხო? მე რომ სერიოზულში გადაიწერა ექიმა გასინჯა აეროპორტში გითხრეს რომ რაღაც პრობლემა აქვს და იქვე ვახობეი პარიანმა მცირე თათბირი
მითხრა რომ შენ რას ფიქრობ, ხო? მეც უთხარი, იგივეს ფიქრობ მეთქი, რომ ისლანდიასთან არაფერს მომცემ თამაში, ხა ამათი ჯანმრთელობის გარის სხვა, ისედაც თემოც არ მიდის. მაგრამ ესეც არ გავრისხო და ახალგაზრდებს მიეცეთ, აბა სადა თამაშებ, ხო ახალგაზრდებს, როცა არ გჭირდება იქ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ხო, მე მგონი სწორია და სკამი კიდევ უფრო გაძლიერდეს, ამისთვის საჭირო იყო, რომ ისლანდიაში ბევრს მიცემოდა სათამაშო დრო. და ახლა ევროპამდე მოსამზადებელი პერიოდი როგორ? რთულად არის საქმე, რთულად როგორ? აი ეს ახალგაზრდები რო დაწინაურდნენ, ხო უნდა? მაგას გეუბნები ხა, უყურე, ახალგაზრდები რო დაწინაურდნენ, ეხა ევროპაში ფანჯარა სანაკრებო ხელბურთში ძალიან იშვიათად და მცირედღიანია. ეხლა რა ხდება? ზაფხულში რომ მათ შეკრება ჩაუტარო, არამიზან შეწონილია და გეტყვით რატო? ამ ხელა მომქანცველი სეზონის მერე თავიანთ კლუბებში, აგერ ნაკრებში გამარჯვებები, მიკროტრაუმები. ეხა შენ მოწყვიტო ოჯახს, მოწყვიტო ყველაფერს და იანვარში ჩემპიონატისთვის მთელი ზაფხული სადღაც შეკრებაზე ამყოფო არარეალურია. მით უმეტეს შენი შეკრების მერე უნდა წავიდე და კლუბის შეკრება გაიაროს კიდე. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ოფიციალურ ფანჯრებს. ეს არის ოქტომბერში, სადაც რაღაც ტურნირი უნდა შეირჩეს და ეს კარპატების თასი რო. კარპატების დეკემბერში, ხო. აქ რაღაცა უნდა ვიყო, კარპატების თასი ხო გვაქვს დეკემბერში და ასევე 15-ში 15-ში ხო იწყება ევროპის ჩემპიონატი, 15-17 და თუ 17-19-21 არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში 17-ში ვიწყებ. ხო, 17-19-21. აი მაგ პერიოდში ან ადრე ჩადიხარ იმ ქვეყანაში, სადაც თამაშობ, ან ახლო ქვეყანაში ხარ სადმე და ადგილზე ნახავთ ვინმე. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, რომლებიც სხვა ქვეჯგუფში არიან და არ შეხვდებიან, როგორც წესი თანხმდებიან, რომ 2-3 სპარინგი ჩაატარონ ერთმანეთში, რომ ტურნირის წინ ტონუსში შევიდნენ, ერთმანეთიც არ დაამტრიონ, ხო ხდები რაც არის და იქ რაღაც ტაქტიკული ისინი, ეგეც ანუ ერთი 7-8 თამაში გამოვა. ხო, 3 კარპატებზე, 3 რო ოქტომბერში იყოს და 1 2 ან 3 იანვარში, სავსებით საკმარისია. კი, ბატონო. გადავიწიოთ ნენელა ფეხბურთისკენ. ერთ სიტყვი ხელბურთზე გული რო არ დამწყეს, იმიტომ რომ ყველგან ვცდილობ რომ ხელბურთზე ისეც ვაყევი რა, ეხლა 31 მატჩი მედიხარ ქალთა. ხო, მაგასაც ვიტყვი რომ ქალთა მაგარი ამბავია. ქალთა ჩემპიონატა თასი არის მუდმივად ბუდაპეშტში. და ფეხბურთის სუპერ თასისავით მონაკოში რო იყო. ხო, სულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოველთვის ბუდაპეშტში და ვაშტასი კელნში. ესე დაკანონებული სულ ეგრე არის, ხო? და ყველა კმაყოფილია და ყველა მიეჩვია. ხო და ბუდაპეშტში რომ მივდივარ, თავიდან ისედაც მინდოდა წასვლა, რომ დავსწრებოდი ხა ტურნირს და ამ დროს მოვიდა ფედერაციაში, საერთაშორისო ფედერაციიდან წერილი და თხოვნა, რომ მათი ხარჯით, გზავრობა, სასტუმრო პირობები, ყველაფერი თავის ბილეთებით, რომ გამოუშვით 3 მენეჯერიო, რომელიცო აქ იქნება კონფერენცია შეხვედრაო წინა დღეს და გვინდაო რომ ქართული სასწავლე ეს ქართული ისო ხო ფენომენი რა ხდება 6 წლის წინო არცად არაფერი არ იყავითო და ეხა ამას დავამატოთ კიდე რომ ჩვენ 19 წლამდელებში სოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ხო ვითამაშეთ ვაჟები იმას ხო ხედავენ ეგენს და რა მოხდაო ასეთი გვითხარით რა მუშაობა ჩატარდაო და გვინდა რომ ამის შესახებ თქვენ ჩაატაროთ ეს შეხვედრაო და 3 მენეჯერი შერჩეულია და ჯგუფის ასე ვთქვათ გასაძლიერებლად დავემატები და არა რა მაგარია რომ საერთაშორისო ფედერაცია ხო სამაყო რა ვიცი ხო ესეთი პროგრესი არ გვინახავსო და მოდითო და რაღაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა თქვენ პირველებმა სანამ ეგენი გვეტყოდნენ ჟურნალისტებმა გადმოგვეცეთ ჟურნალისტთა ასოციაციამ საუკეთესო პროგრესი ხო და რა მინდოდა მე ხა პროგრესი მინდოდა მე თქვა რომ თავარი ამოცანა აბსოლუტურად სწორია შენარჩუნებაზე რაც ვკითხა და შენ მოკლეს სკამზე ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი 2010-იანები ანუ 15 წლამდელები ზოგი ეხლა ხდება 15 წლის ბიჭები და გოგონები ავიყვანეთ 20-25 ბიჭია უკვე რომ ბევრი იყო და შეირჩა ეს წელიწად ნახევარია მიმდინარეობს ეს პროცესი. ეხლა ვართ 20-25-ზე დასულები, ტალანტები, ნიჭიერები. ჩვენი დევიზი არის იცხოვრე ხელბურთით, იყავით განსაკუთრებული. ანუ განსაკუთრებული ბავშვები, გოგოებიც, ბიჭებიც.
და ამათ ესპანური მოდელი. როგორ ახლა ევროპა ხო აქვს თელავში. ეგ 2006-19 წლამდელს. აქედან აი ამას აქვს ვზდით სპეცპროგრამით, ესპანელების დახმარებით, კატალონიელების კერძოდ, იქ დაყავს ყოველ წელს, ისინი ჩამოდიან, პროგრამებს წერენ, როცა აქ არ არიან ონლაინ გვიყურებენ ვარჯიშებს, რა როგორ ანაირად, რომ გვინდა რომ ვაჟებს მიუვიდეს სვლა აქედან, შეავსოს ის ნაკრები, იმედია მანამდეც 1-2 კიდე დაემატება სხვადასხვა საქმეს, მაგრამ ძირითადი ბირთვი აქედან უნდა მივიდეს. და გოგონები, აი ჩემი ისეთი რა ქვია, დამაგვირგვინებელი ბოლო არ მინდა ვთქვა, სპორტული მისია არის, რომ პირველი ქალთა სათამაშო სპორტის ნაკრები რომ გავიყვანო დიდ ფორუმზე. აი ეს არის ესეთი ამბიციური ხმამაღალი ჩემი პირობა. არა, ხო, პროგრესი აშკარაა და მართლა გილოცავთ ამ ამბებს და ყველაფერი. და რო გავა იგაზე ევროპაზე და რა ხელ ამბავი ატყდება ჩვენ ქვეყანაში. რაც თქვა რომ ამ 2010 წელს დაბადებულები და ამას აი როგორც ფეხბურთში არის ადრე წერანოთ საუბრობდით რომ დღეს არა და აი სადღაც 10 წლის მერე ვიგრძნობთ ამ შედეგს რომ ეს მასობრიობაა და ბევრი ბავშვი დადის ფეხბურთზე. ესე იქნება ხელბურთზეც რა. ეს შეიძლება 1 და 2 წელიწადში ვერ მივიღოთ ეს მასობრიობა, მაგრამ 10 წლის მერე მაგარი ნაკრები გვეყოლება. ხო იყო ხელბურთი ძალიან ესე პოპულარული. ხო და აი 10 წელიწადში უკვე გახდება ისეთი რომ ნელ-ნელა ბრუნდება ისე ის დრო. რა თქმა უნდა რეგიონებშიც განვითარდნენ, რეგიონებიდანაც ხო ყავს აგერ ნაკრებში ბიჭები ყავს ახალგაზრდულებში ყავს ამ 15 წლამდე თუ მოიგო საქართველოს თასი. ხო, აგერ ახლა და შესაბამისად იქაც მოზღვავება იქნება და რაც უფრო დიდი არჩევანია და ჯანსაღათი ცხოვრობს ერი მით უმეტეს და ქალთა წარმატება ეს იქნება რაღაც წარმოუდგენელი ბედნიერება და მე ამისთვის გავიღე ყველაფერი. ჩემი დრო, ენერგია, ცოდნა და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩემი უმცროსი ქალიშვილიც მაგნაკრების წევრია და მიხარია რომ ჩემგან რაღაცა დიდი წვლილი იქნება ამ გამარჯვებაში. ამ გამარჯვების მე მჯერა. ძალიან კარგი. 5 წლის მერე პირდებით რომ აი საბერძნეთთან რო იყო ესეთი მნიშვნელობის მატჩი იქნება თალებში. აბაგარია. გაქვს საბაბი და მე იმიტომ ვამბობ ამას. ეს იყო თუ კიდევ რაღაც ეს მოკითხა თორე რამე ხო არ გინდოდა და არა ეს მინდოდა ეს მინდოდა რომ მეთქვა და ერთმა ხელი მოგიმართოს ამ მაგარ იმაში. თან პირობას როდებ ხო იცი მე იძულებული ხდები შეასრულო და ამიტომ დავდე ხა ეს პირობა. 5-ში თუ არ იქნება 6-ში იყოს ხა მაგაზე ხო არ მომედა არ ვიმას ვეზავთ რა ქვია. ძალიან კარგი. ხელბურთი მე მგონია ის გაერთ რა. ამ ეტაპზე ესე ამოვწურეთ. აი ლევან, ფეხბურთზე გადავიდეთ. გადავიდეთ ჩვენს იმაზე. ძირითად სპეციალობაზე. ლევან, რა ხდება ახლა ჩვენს გონებაში? რო ყველა სწორება გვაქვს ეგაზე. სწორება გვაქვს ფინალზე. დიდი ხანია ქართულს არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დიდი ხანია არ მოუგია. და ახლოს ვართ ამ წარმატებასთან და რა ვიცი ეხლა მე პარის სენ-ჟერმენის მიმართ დიდი ხანია დადებითად ვარ განწყობილი კამბუარეს დროინდელი პარის სენ-ჟერმენი სესინიონი რო თამაშობდა ჯერ კიდევ აი ის მომწონდა ვალდო ხო აიგინი მომწონდა და მე რა ქვია ხო ეს პროექტი განვითარდა და მე ხო სუპერგუნდები და ეს ყველაფერი გამომყვა და სიმართლე გითხრათ რო იყო კვარაცხელიზე საუბარი სად უნდა გადავიდეს შენ გუნდს რომელს იტყოდი ვამბობდი პარის სენ-ჟერმენს და ყოველთვის რა ვქვია წინააღმდეგები იყო ბევრი და ილო რო იყო ჩვენ გადაცემაში ბურთლემოდაში ძალიან მომეწონა რას თქო რომ საფრანგეთის ჩემპიონატი სუსტიაო და მე რა რო იგებსო და იტალიის ჩემპიონატში რო გამოვიდეს რა ვერ მოიგებსო თქვა და რა მოიგებს აბა რა სიზავ მეგონი მარათონში მოუგებს ხო და ინგლისის ჩემპიონი ისედაც გახდა იმიტომ რომ ყველა ინგლისურ გუნდს მოუგო ვისაც შეხვდა ჩემპიონთა ლიგაზე და არ ვიცი ხო ეს რა შედარებაა ამსტერდამის აიაქსი რო ანგრევდა ქვეყანას ჰოლანდიის ჩემპიონი ხდებოდა ერედივიზიონის ინგლისის და გერმანიის ხო ხდებოდა და მე ლიგას იგებდა იყო საფრანგეთის ჩემპიონი აგრე საფრანგეთის თასია კიდე იმასაც აიღებს და მოიგოს ეს ლიგაც რა არის ამაში ცუდი და ის რა ქვია შეუძლებელი ხო და მე ვფიქრობ რომ ის მივიდა თავის გუნდში რატო იქ არ დახვდა არც მბაპე არც მესი არც ნეიმარი ვიზეც იქნებოდა მთელი აქცენტი გადატანილი და მე როგორც ვატყობ ლუის ენრიკეც ისე დახვდა და ისე მივიდა ეს იმ გუნდში რომ ის კი არა რომ ამას გაუჭირდა ამ გუნდში ჩაჯდომა
ეს კარგად ჩაჯდა და სხვები ათამაშდნენ კიდე უკეთესად, იმიტომ რომ ეს რო ნახეს რომ კარგია, აყვა ყველა და დემბელემ თავგიგიჟა იმ პერიოდში, ხო გახსოვს ეს გოლები მაშინ შეყარა, ყვარა რო ახლა. მაგას გეუბნები და პარი სენ-ჟერმენი ჯგუფურ ეტაპზე რაღაც ახალ ვერსიაში რო უყურებდი, მე ეს გუნდი სადმე თუ გავიდა და უკვე აღარ მეგონა და სიტიდან მოყოლებული რა რასაც თამაშობს, მე არ ვიცი, მე სიამოვნებს მათი ყურება, იმიტომ არა რომ მარტო კვარაცხელია თამაშობს იქ და ისე ფეხბურთი თვითონ რასაც უყურებ მომწონს და მიხარია რომ აი ჩემს მოწონებულ თამაში მოედანზე თავარი როლი თუ თავარი არა და ხა ზედმეტი გამო ერთ-ერთი თავარი მაინც ხვიჩასი არის და რავი ამ მეტი რა უნდა მენატე ხა გასავარდ მანჩესტერში და იმაში რა ქვია სადღაც გინდა თუ არა მე ვერ ხვდები ამ წინადადებასაც რომ გინდა თუ არა ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თუ არ თამაშობს ის არ შედგა. ილო შენს იმასაც სულ უყურებ ხოლმე, რა ვქვია, სოციოლოგიაში. გამახსენ ერთი შენ პელე რომელ ინგლისურ გუნდში თამაშობდა? ან მარადონასაც თამაშობდა, რომელ ინგლისურ გუნდში იყო? ხო, რომელიღაცაში, რა? რა ვიცი ხა, რა მოხდა ხა, ორი ფეხბურთელი ვიზებს დავობთ, რომ ის ჯობია თუ ის ჯობია არც მესეს არ უთამაშია როგორც მახსოვს ხო ბრიტანულ გუნდში ხო და გონე არ მოხდა რა ვიცი ხა სამ საუკეთესო ფეხბურთელს არ უთამაშია და რატო აუცილებელი რომ მაინდამაინც ევერტონი სტეფანო და კრუიფი და წავიდეთ ეხლა საწავალთ და არავინ არ ყოფილა არავინ როგორ არ ყოფილა ეხლა ბესტი და კიგანი და ბექჰემი იყვნენ მაგრამ ეხლა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა უნდა იყოს, ანუ ის რომ იქ თუ არ ითამაშე ფეხბურთელად არ შედგები, ეგეთი რამე არ არსებობს. საუკეთესოებს არა აქვს იქ ნათამაშები. მე თუ მკითხავ, აი ყველაზე მაგარი ლიგა, რომელიც კი ყოფილა ყველა დროის, იყო სერია A, აი 90-იანი, 90 სადღაც 6-დან 95 წლამდე. 90 უფრო ადრეს, აი პლატინი რომელ წელს გადავიდა 84-დან გადავიდა. როდის გახდა? რიგელი და ელკიერი რო გადავიდა 5-ში. რიგელი, აბა თან გავიხსენოთ რომ მხოლოდ ორი უცხოელი შეიძლებოდა დაგემატებინა. მე მესამეს უფლება მიცეს, მე წამოვიდა უკვე არიგოსაკის მილანი წამოვიდა იქ მარადონას ნაპოლი, ინტერი გერმანელების, კლინსმანი და მატეუსი, ბრემე, ფიორენტინა გავარდა, იცი ბატისტუტა, ლაუდრუპი და ეფენბერგი ყავდა. და პლუს ტოლდო იქ კარში და ეს არა, ბრეშა, ჰაჯის ბრეშა გავარდა და ბრეშა მე ბაჯოს და უბნერის და გვარდიოლას, ნუ გვარდიოლასი არ ერქვა. კიდე რა მახსოვს, იცი ინტერი UEFA-ს თასი აიგო. ბერკამპი ყავდა, სოსა, ბერკამპი და კინაღამ გავარდა, ერთი ქულა დააკდა და იწევს UEFA-ს თასი მოიგო. კი ხო და ესეთი რაღაცები არა ძალიან ძლიერი სერია იყო ძლიერი თან ეხლა რაზე გაითვალისწინეთ იცი მაშინ არ იყო თავკომბალა გუნდები აი ეხლა როა სიტყვაზე ინგლისში ვთქვათ სიტი და ლივერპული და ის და ვიღაცა კრისტალ იმოუგო ეხლა ფინალი მაგრამ გარანტირებულად ბუკმეკერები 1 და 2-ს რო უწენენ თამაში და იმაში ბარსელონა და რეალი თუ თამაშობს ვიღაცა აუთსაიდერთან, ოსასუნასთან აუცილებლად მოგებული აქვს და მაშინ არ იყო ეგეთი ფეხბურთი. იტალიაში საჩემპიონო მილანი და საჩემპიონო იუვენტუსი და ეგ ნაპოლი აგებდნენ კომოში და ბარიში და ეგეთ ქალაქებში, კაცო. ნათქვამი რომ იტალიის ჩემპიონი ხდება ის გუნდი, ვინც აუთსაიდერებთან არა. იუვენტუსი მასე. იუვენტუსი პერუჯასთან არ ანუ ვინც რამდენიც გახდა, სულ მასე გახდა რომ შეიძლება მილანთან და ინტერთან ვერ მოეგო, მაგრამ იქ ქულებს არ კადა. რეალს ორჯერ დააკარგინა ტენერიფემ ჩემპიონობა. ბოლო დროში როცა ტენერიფეს არაფერ შეარჭირდებოდა. იყო ესეთი ამბები ხდებოდა და ეხა ეგ აღარ არის, მაგრამ ვეთანხმები მეც ჩემ გემოვნებაში ის სერია რო იყო ეგეთი ძლიერი ჩემპიონატი არ მინახავს. ზუსტად. აი მას წინა თუ ნახე ლეგიონერების უცხოელების 90 წლის სეზონის. და ეს რა ვნახე რა აუცილებლად მაგ ფოტოს გავუშვებთ კიდეც. ხო და ძალიან კარგები იყო. რას კითხავ ახლა რა ამ კვარაზე და PSG-ში. როგორ ფიქრობ, კვარა მოხდა პარი სენ-ჟერმენს თუ
პარიზი მოუხდა კვარას. ეხლა მე შენ გეტყვი, პარიზი ალბათ ყველას მოუხდება, ქალაქს თუ მეკითხები. ეხლა გუნდს რაც შეეხება, იმდენად პარი სენ-ჟერმენი, ეხლა ჩემთვის პარი სენ-ჟერმენი ამ ფორმაციის რას ვამბობ? ლუის ენრიკე არის მწვრთელი, რომელსაც უნდოდა ეს კვარა, ამბობდა და რომ მივიდა არიშურებს ეპითეტებს და ამბობს. ის აკაცა ცივად და აბა ეხა მოდი ნახოთ რა სიზავს, ეს ხო არ უყურე, არა პირიქით სულ ისე. ეხა უყურე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელიც კლუბს იცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ეგერ მიქაუტაძეს მაგალითი აიღე რა, გადავიდა აიაქსში და არ ათამაშეს, არ ავარჯიშეს, მოედანზეაფეხი არ შემოაყოფინეს და მე კი იზია შური იმაზე აგერ სომხეთის ნაკრებთან, მაგრამ რას ვამბობ, იცი რომ ეს არის უდიდესი რამე, ხო? ისე რომ დახვედროდნენ ეხა იმ პარი სენ-ჟერმენში, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს. ჯერ 15 წუთი გათამაშე, მე არ ვიცი, ადაპტაცია უნდა გაიარო, ხო იცი რაღაც შეიძლება ვერ შესულიყო. უთხრესო შენ მოხვედი აქ და შენ ხარ ამ გუნდის წევრი, ეგრევე მოდი და შენ ჩვენ გვჭირდებოდი და ეს ამან მიცა იმ ხელა თვითდაჯერებულობა, ერთი ტექნიკა აქვს, ისწრაფი აქვს, ყველაფერი აქვს და ერთადერთი მას ეხა ნაპოლისთან ამ გაუგებრობის დროს ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებოდა, ხო? იქ არ მოუმატეს დაუმსახურებლად ფული, იქ ის არქნეს რაღაცა ძალიანაც აღარ აქებდნენ, ხო და აქედან გამომდინარე მე მგონი რომ აი ფსიქოლოგიური მომენტი რაც მას ეხა ყველაზე ძალიან ჭირდებოდა PSG-მ აბსოლუტურად შეუსო და გამზადებულია რა ეხა ყველაფრისთვის მზად არის ბიჭი უმაღლესი მიზნებისთვის ეხა იმის იქით შეიძლება ვიდეოთ ამას ეკუთვნის ოქროს ბურთი იმას ეკუთვნის ეს არის საუკეთესო დღეს ხვალის არის მაგრამ ის რომ ვიღაცა ფეხბურთელი ავიღოთ და ვთქვათ რომ ის კვარაცხელიას გინდა თუ არა ჯობია ვერ იტყვი ეგეთი ფეხბურთელი არ არის გასაგებია და პლუს აი წეგან რაც შენ თქვი როტაციაში რა მაგრამ როტაცია კი არა ანუ ეს სხვადასხვა ადგილებზე რა მაგრად ათამაშებს რა ეგ რაც ლუის ენრიკეს აქვს ზუსტად მაგიტო იყიდა წინა გადაცემებში თქვი ახლა ბევრს არ ვისაუბრებ ხარ 4 სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშა რა ხედავდა ამ ბიჭს თავის გუნდში ხო ეგრე აბა ხა ისე შარშანაც გვინდოდა აი ეგ არის ძალიან დიდი მომენტი თორე ხა სადღაც გადახვალ და იმას არ უნდა ხარ რანაირად უნდა აი ამ ნაპოლიზე მინდა ვთქვა რა ეს ბოლო პერიოდში რომ ვერ არისო ისეთი ეფექტური რა ეხა ვერ იქნები რა კაცი ხო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ მთელი მსოფლიო გაღიარებს და კლუბი არ გაღიარებს რომ 22 ფეხბურთელში მე-20 ხარ იმით რა ხელფასი ხო ეხა ფსიქოლოგიურად დამგუნველია ხო ეხა ეს დელავრენტისი არ არის ყობა ეხა რა ქვია მაგას თოვლის ბაბუა ვიცი ყველამ და ყველაფერში ხო არის ბიზნესმენი როგორც ამბობენ ბიზნესის კუთხით ესეთი აზროვნება უფრო გამართებულია ჩვენ არა ვართ ბიზნესმენები აწი ვეღარც ვიქნები და ვერ გავიგებ ჩვენ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას რომელიც მათ აქვს ეხა ის კაციო როგორც მიხსნიან ფიქრობს რომ ამდენად ნაყიდი 70 გავყიდე არის ბიზნესი ხელფასეთ რომ დავითანხმე რომ 5 წელი ექნებოდა ეს ჩემი გამარჯვება იმიტომ რომ რეალურად თქვათ 10 მილიონიანი კაცი 1 მილიონად დავითანხმე და რატომ უნდა გაუხადო ეხა 7 მილიონი ანუ ეს ჩვენი გადმოსახედიდან არა იმიტომ რომ კვარაცხელიას ხარეს ვართ მარტო ვეთახები არასწორი რომ ნახავ რომ შენი ფეხბურთელი კარგია ყველას ჯობია მოგაგებინა უნდა წახვიდი ამ დათმობაზე და ეს შენი ბიზნესმენობა არსად არ გაქრება რა ძალიან ბევრის მაგურად ბევრს მოიგებ თან აქ ერთი მომენტია ეს ამაზე საუბარი მიდიოდა უკვე 2 წელი ფაქტიურად წელიწად ნახევარი მინიმუმ სულ ეს ხელფასი და როგორ ვერ დაიმსახურა ამ ფეხბურთელმა რომ რაღაცა რა თქმა უნდა დაიმსახურა ხო და პლუს კიდევ ერთი მომენტი მაინც ერთ-ერთი ფაქტორი მაინც გონია რომ თავის მწვრთნელთან ვერ იყო კი არაფერს ვერ ჭიმ ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ გონია რომ კონტერო არ იყო. კონტეს არ უნდოდა, იცი, გაშვება კი არ უნდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც არ გაშვებაზე მოიკლავდა თავს, იმიტომ რომ მის არც მოუკლია. ხო, არც მოუკლია, ხო, ანუ ეგრე არ არის, თვითონაც რომ დომოდა დააყენებდა ეს საკითხი, ხელფასსაც მოუმატებდნენ და დატოვებდნენ კიდევაც და თან კონტერო ხარ ახლა ეგ ვიცი ჩვენ და ამიტომ რა ვიცი ხა ნაპოლის მადლობა
ძალიან დიდი ტრამპლინი იყო ქართული ფეხბურთისთვის. მარტო კვარაცხელიას იმეთი პრიზმით არ უყურებთ. ხო ჩვენ ნაპოლიმ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი ნახტომი, გაგვითქვა სახელი, აქ ატყდა ბუმი, ხალხი ნეაპოლში უფრო ხშირად დადიოდა ვიდრე ბათუმში და რა თქმა უნდა ამან გაგვიკეთეს საქმე, მაგრამ ეხლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიტომ 25 წელი ნაპოლიში უნდა ეთამაშა, ხო? წავიდა მე ბოლოს იქიდან და რა ქვია, აგერ როგორც ირკვევა, კიდევ უფრო მეტად გაიხსნა. იმასაც არ ვეთანხმები, რომ ეხლა ხალხი ბევრი ხდება ეხლა ფეხბურთზე საუბრობს, არ ვეთანხმები იმას კი არ ვამბობ, რომ იმან ფეხბურთი არ იცის ან მე ვარ მართალი. მე არ ვეთანხმები, რომ ვიღაცები ხდებიან და ეხლა რა მაგარია, რომ ესე კარგად ითამაშა პარის სენ-ჟერმენში, ეხლა მოიგებს ლიგას და მერე გადავა პრემიერ ლიგაში. რატო გადავა გამაგებინეთ? იყოს პარის სენ-ჟერმენში და ხუთჯერ მოიგოს ლიგა. ქალაქი ეხა მანჩესტერი პარის ვერ შეედრება ვერაფრით და რა ვიცი ეხა მდგომარეობაც სახარბიელო იქ მაინდა-მაინც არ არის კაი ფინალშია გასული ევროპა ლიგის აგერდა ჩემპიონთა ლიგაში თამაში გარანტირებულია საფრანგეთის ჩემპიონატს ერთი პერიოდი მე ვერ უყურებდი იმიტომ რომ იყო ჩაკეტილი 0-0-ების ფეხბურთი არ 6-7 წლის წინ ალბათ და ეხლა აი სიტყვაზე მონაკო მარსელი ლიონი რა ვიცი ლილი ლანსი ნიცა გადართავდა შვენიერი საყურებელი თამაშები. მოდი ერთ თამაშს გაგახსენებ, ყობა. ლიონი მშვენივრად ლიონი PSG რო იყო თამაში, 2-3 რომ მოჩა, აი მიქაუტაძეს რო მაგარი მომენტები რო ქონდა. მაკრატელა რო. ეგეთი თამაში ბოლო წლების სერიაში თუ გახსენდებათ ერთი, მაგრამ აი მე ვერ ვიხსენებ რა. ისეთი საყურებელიც და ლაციო ინტერი იყო. მე კი არ ვაკნინებ და ისა, მაგრამ ამი ჭერი იყო ფაქტობრივად ეს თამაში, აი ფეხბურთი ვისაც გვიყვარს, ყველა სერიას მიმართ ისეთი სიყვარული მაქვს გამოყოლილი, რომ სულ რო დადგნენ მოედანზე და არიან რომ მაინც მომწონს და ამიტომ არა ვარ ობიექტური. და ხო საფრანგეთმა აშკარად წამოჭ. ანუ მე ვერ ვამბობ იმ წინადადებას და ვინცაოს არ ვეთანხმები, რომ ლიგა სუსტია. არ არის სუსტი ეს. ანუ ფერმერთა ლიგა არ არის. რას ლაპარაკობ, შვენიერი ლიგა არის, კარგი სწრაფად პროგრესირებადი ლიგაა. ani მან დრო აი 19 წლის ბიჭები თამაშობენ, უკვე ერთ წელიწადში ძალიან მაგრები ხდებიან. აი ეს დუე და ესენი უცებროდ ჩნდებიან. არა, ძალიან კარგი ლიგა. ინგლისელებმა ხო დაუწერეს, რომ ფერმერთა ლიგა არისო ეს. ლიგა ერთია. ენრიკე მაგრად ენრიკემ უპასუხა, რომ კი ბატონო, ვიყო ფერმერთა ლიგა. ლევან, ფინალში რას ელოდებს? მე რატომღაც გონია რომ პარის სენ-ჟერმენი აიღებს თასს. ეხლა რამდენიმე მომენტი მაქვს. სხვათა შორის იმ დღეს შევხედე იმებს კოეფიციენტებს და აშკარა ფავორიტია ბუკმეკერებისთვის ესა. მე გაცილებით ადრე შევხედე ბუკმეკერებს და გავაკეთე ფსონი, სანამ ასეთი გამოკვეთილი ფავორიტი არ იქნებოდა. დიახ, ამიტომ მაგით ვერ გამაკვირვებ ეხლა, მაგრამ რატომ გონია ეხლა რა? იმიტომ არა მარტო რომ კვარაცხელიას უნდა უქომაგო. იმიტომაც გონია რომ აი არის ფეხბურთში, სპორტში არის, ხო იცი რაღაცა ვარსკვლავზე დაიბადაო და იღბალა. აი მაგალითად ვან ბასტენმა უნდა შეცვალოს კროიფი, ხო? თამაში უნდა მოხდეს ესეთი მომენტი და მერე უნდა გახდეს ეს კარიერა და მერე უნდა გვაჩვენონ ეს კადრი როგორ მოხდა ეს. აი რაღაცები სადღაც დაწერილი არის, რომ ეს ემართებათ. აი კვარაცხელი ამ რთული პერიოდი იქ ბათუმში გადმოსვლა, მერე ნაპოლიში გადასვლა, მე ნაპოლიში არევა და აი ეწე მანამდე ტრანსფერი არ შედგა, ხელფასი არ მოუმატეს. ხო იცი ხანდახან როგორ არის, რომ რაღაცა გონია, რომ არ გიმართლებს, მაგრამ ღმერთი რაღაც უკეთესისთვის გამზადებს და იმიტომ არ უნდა მოემატებინათ ხელფასიან, იმიტომ არ უნდა შემდგარიყო იქ ეს მოლაპარაკება, რომ აი უნდა წასულიყო და ლიგა მოეგო იქ. მე მგონია, რომ ეს ისე მივიდა, ისეთ ფეხზე მივიდა. ისეთი გუნდები დაყარეს და ისე გავიდნენ რომ ლიგა არის მაგათი. ინტერის აურაში ეს არ მოჩანს რა. მე ხა მილანის გულშემატკივარს ინტერი არ მძულ, თვითონ არ მძულთ ერთმანეთთან, მე რატომ უნდა მძულდეს. მაგრამ ეხა უყურე რა ხდება, ერთ რამეს კი ვიტყვი. თვითონ ყვარასთვის ბარსელონა ჯობდა ფინალში, იმიტომ რომ უფრო მეტ და კარგ თამაშის საშუალებას მიცემდნენ კი. ინტერმა იცის ყველაზე უკეთ. ეხა იქ ვინც იყო კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში უფრო გაუჭირდება ვიდრე ბარსასთან. მაგრამ მოგებით გონია რომ ინტერს უფრო მოუგებელ ვიდრე ბარსას, იმიტომ რომ ეხა იქ
იამალი თავში რა მოუვიდა და არავინ არ იცის. თამაში იქნებოდა. თუმცა ინტერმაც არ ითამაშა უშნო ფეხბურთი, 7 გოლი გაუტანა და მეტი რა თქმა თან რა გოლები გაუტანა, მაგრამ მაინც გონია რომ აქ არ გახსნის თამაშს. ხო, PSG-სთან უпростоრად PSG-ს ეს ისწრაფე და აგრესია, რაც ნახევარდაცვაში აქვს და ეს მაინც მგონია რომ წალეკავს რა ინტერს. აიძულებს რომ შედარებით უკრინანი თამაში. ის ხარჯზე შეიძლება PSG მოიგოს. იცი რა, ფინალში როცა გადიხარ იქ ჩვენ უამრავი ფინალები გვახსოვს, როცა არაფავორიტები იმაგებ, ძალიან არაფავორიტები იქ ვანგალის აიაქსი, იქ საშინელმა რეალმა იუვენტუს რომ დორტმუნდი და რა ვიცი, არა ის 5-4 მოიგო ლივერპულმა. ხო, მაგრამ რას ვიძახ, იცი მაგარი თამაში მიდის ყოველთვის, ის არ არის იმაზე დამოკიდებული, რომ ის ამიტომ და იმით. იქ ერთი თამაშია, ყველაფერი დაიდება. რა ვიცი, მგონია რომ უნდა მოუგო რის ხარჯზე ეს ახლა ლუის ენრიკემ უკეთესად იცის. ალბათ იმის ხარჯზე რომ უფრო კარგად ითამაშებენ მისი ფანტაზისტა ფეხბურთელები. ფანტაზისტები უკეთ ითამაშებენ. და სხვათა შორის ბოლო წელია ეს არ ვიცი ლიგის ფორმატ დავაუბრალოთ რა იყო. რაღაც პერიოდი ლიგის ყურება აი როგორ თქვა ეს სიტყვა ჩემს საყვარელ სპორტზე, მაგრამ მეზარებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ეს რო იყო რომ სახში 0-0 უნდა ვითამაშოთ, იმიტომ რომ იქ სტუმრად გოლი არ გავუშვით. მერე იქ წავა და ჯერ 0-0 იყოს ჯობია, მერე 10 წუთით რჩება, ეხა 0-0 იყოს ჯობია რომ ძირითადი დამთავრდეს. მერე აბა ეხა იქ არ გავრისკავ, მერე პენალტებისთვის უნდა კიდე ვერ უყურებდი ამ ფეხბურთს და მომყარდა. ეხლა რასაც უყურებ ბოლო პლეიოფებში ყველა არის რომ მოდი აქ გოლი უნდა გაგიტანო. აბა მომეწონს ფეხბურთი უნდა გავიქცე შევაბდო. ეს სიტყვა მოიტანა. მომეწონა უფრო რა. იმიტომ რომ იმ ჯგუფებში ლიდერები 4 ტურის მერე იყვნენ გასულები და გამოყავდათ მეორე შემადგენლობა, ჩაყავდათ ვიღაც ხები და არაფერს არ გვაძლევს ბოლო. აი 4 ტურის მე აი ლიგის ჯგუფები რო გამოცხადდებოდა, უკვე იცოდი, აი რეალი, ლივერპული, ოლიმპიაკოსი, აუსტრია, აი დაუშვა. უკვე იცოდი რეალი, ლივერპული. გეტყვაზე იყო, თავარი ის იყო, თავარი ინტრიგა ბოლო ტურში რჩებოდა ყველგან, ვინ გავა ევროპა ლიგაზე, ვინ გადავა. რაში ვაინტერესებდა, ხა ის გადავა დინამო ზაგრები თუ იანგ ბოიზი. აი ამის გამო უნდა მეყურებინა ორი ტური და ეხლა ისე ჩაიხლართ და დაიხლართ, რომ არავინ არ იცის რა. PSG იყო ის. ლიგა შეიძლება მოიგოს გუნდმა, რომელიც 26 ადგილზე იყო ორი ტურით. არა, ნუ ეგეთ თამაში ახლა როგორც City PSG იყო, ხო, ბოლოს წინა ტური არის. ხო, სასწაული თამაში იყო. ეგეთები ჯგუფში მე მომეწონ, ესე ჯობია რა, ესე ჯობია. კარგი ის არის და ანუ ბოლო ტურამდე მოტივირებული ხარ. ხო, აქ ერთადერთი რაც შეიძლება ცუდად მოგეჩვენოს ის არის, რომ ორი თამაშით მეტია სათამაშო და ცოტა ფეხბურთელებს ღლის ამას ამბობენ. აი ვერ ვიჯერებ რა. მომყალით და ვერ ვიჯერებ მაგას რა. მე ვერ ვიჯერებ. NBA-ში რამდენს თამაშობენ. მე ერთი აი აქ ეთერში ხალხს რომ შევაწყვეტ, დავთვალოთ მე და შენ, აი ლივერპული 70-იან წლებში რო იგებდა ჩემპიონთა თასს, ის უფრო რამდენით ნაკლებს თამაშობდა, ვიდრე ეხა ჩემპიონთა თასის ფლობელი. იმის გათვალისწინებითაც რომ ის ლივერპული ასოციაციის და ლიგის თასს ორივე ტურნირის ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა. იქ არავინ არავის არ ასვენებდა და ეხლა იმ შიდა თასებზე მეორე შემადგენლობა, ევროპის ლიგებზე მეორე შემადგენლობით და როტაციები აქვს. მაშინ სად იყო? აბა საუკეთესო 11 არ დაგეყენებინა ვიღაცა, რავი, ბლეკპულთან რო თამაშობდა გასვლაზე. ალბათ მაშინ ახლა იმდენი ფეხბურთელი. იცი რა, ცოტა შეიძლება 5 თამაშით მეტი იყოს, მაგრამ ეხლა შენ გაითვალისწინე იქ რა აღდგენები იყო, იქ რა თვითმფრინავები და ტრანსპორტი დადიოდნენ, რა სასტუმროებში ცხოვრობდნენ. როგორი ბურთები თამაშობდნენ, ძიმე ბუცებით დარბოდნენ, რა მოედნებზე დარბოდნენ, ტალახში სადღაც და ეს ყველაფერი რომ გავაბათილოთ, აღდგენებია ახლა თამაშის მერე დალევენ და 1 საათში შეიძლება ახალი თამაში ითამაშონ. ამიტომ და იღებდნენ მაშინ იმ პელემ 30000 თუ რაღაცას თავაზობდნენ, ხო? სასწაული ფული იყო და ახლა აძლევენ თვეში 30 მილიონს და არ მეწოდებიან რა. ფეხბურთელი და სპორტსმენი იმისე უნდა დაიღალოს რა. თან იცი რა, რატომღაც არ აყვნენ მაგიმ, აი რაც დებრუინმა, კურტუამ და მაგათმა თქვეს, რატომღაც მე ექტალღა არ წამოვიდა რა და არ აყვნენ სხვა ფეხბურთელები. რა ვიცი, ეთყობა მართლა
არა, ესეთი ის რო გაქვს რა, ხელფასი პრემია ის რო გაქვს, ის რო გაქვს, ახლა დაღლაც არ გინდა ეგეთი ის. ხო და ჯერ ერთი ვარჯიშებიც მაშინ სხვა უფრო მეტი იყო, ინტენსიური იყო. ეხლა კვირაში რო ისა გაქვს, კვირას რო თამაშობ, ხო? ორშაბათს ვარჯიში არა გაქვს. სამშაბათს მე თუ ოთხშაბათს თამაშობ, ისეთი დატვირთვით არავინ გავარჯიშებს. ანუ არ არის ხა ამჯერა რომ ესეთი რაღაცეები აი თამაშისას ხო არის ბოლო წუთებზე რა რომ წამოწვება კაცი ვიტამინების მისაღებად რომ არა არის რა ანუ ეგეთი თუ არა და ვინ აძალებს ვისაც არ უნდა და არის ისეთი სპორტის სახეობები ან საერთოდ ისეთი სფეროები რომ არც დარბი ხარ არც ვინმე მოგძდევს და წამოწვები და რაღაც იმუშავებს რაღაც ჩვეულებრივ ფუნქციონერად და აი ერთადერთი მე რასაც მაგას ვამბობ შედარებით თვალში მხვდება ხოლმე მაინც აი დი ტურნირებზე რა სანაკრებო ტურნირებზე მსოფლიო და ევროპა როა ხოლმე იქ ცოტა თითქოს ეთყობა რომ დაღლილებით ჩამოდიან მაგრამ იცი რა ეგეც არ მომწონს ილო რომ მეოთხე ფინალში გუნდი გავარდება რომელიც ჩემპიონობისთვის იყო გამზადებული და ერთი ცრემლი არ წამოვა, ერთი არ დავარდება მოედანზე, თავს არ მოიკლავს და ახსოვს მარადონა სტილილი და შტილიკე სტილილი და იტალიაზე დაუწერა შვეიცარიასთან 2-0 რო წააგო. ასამო ადრე ეს რომ მომხდარი. რას ლაპარაკობ? თია გასკდებოდნენ ტირილით. ცრემლი კი არა ესე მორჩა რა ვითომ ამხანაგური არა საჭ და ისე და გარბიან გასახდელში სირბილით რომ მაისური გაცვლა. ისიც არ მოწონს რომ მაისურის გაცვლა კოვიდის მერე მოედანზე აღარ შეიძლება ხშირ შემთხვევაში. ეგ იყო ერთი სიამოვნება ვინ ვის გაუწვიდა და რომ ჩაეხუტებოდნენ და ერთმანეთის მაისურებით გადიოდნენ. ხო და რაღაცები უხდებოდა ამ ფერმას. მაგის ყველას ჩემთვის ყველა თვალსაჩინო მაგალითია სამუელ კუფური იმასთან. მანჩესტერთან რო წააგო ბაიერნმა. ესეთი რო უთხრა. აბა ეგრე იყო და არა ეგ კიდე საკლუბო იქ ფულს იღებენ სანაკრებოზე იმხელა ფული რო არ არის. მე იმ განცდებს ვეღარ ვხედავ რა რომ ქვეყნის ისე გაქვს პრესტიჟი იცავ და დამთავრდება და გავიქეცი წავედი დასასვენებლად ხვალ და დასასვენებლად იყო დანიის ნაკრები 90 ფორმატში შილოპანცებით მოიგეს ევროპის ჩემპიონატი რა რემონტს აკეთებდა მწვრთნელი და ლაჟებიდან დადიოდნენ და ის სიმინდის გამყიდვლები ეძებდნენ ფეხბურთელებს ფეხბურთი ითამაშეს ეგრე იყო გვახსოვს ჩვენ და გვინდა რომ ეგ ფეხბურთი ჩვენ სულ ამბობ ამ სიტყვას ჩვენ გვიყვარს არაგენ მოდიფიცირებული ფეხბურთი რა სიახლეებს როგორც მე ბავშვობაში და თქვენ ჩახვიდოთ ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ იმიტომ რომ არც ზონა უნდა ჩაგეკეტათ არც რაღაცა მისია შეგესრულებინათ წვრთნელიც არამედ ჩახვიდეთ იმიტომ რომ იმათთვის ვისაც ხდებოდი დიდი ბიჭები იყვნენ პატარები იყვნენ ფეხბურთელს მოგიყვანდნენ თუ ვის უნდა მოგეგო და მორჩა უნდა გაგეტანა გოლი უნდა მოგეტყუებინა კაცი აი ეგ ფეხბურთი მიყვარს და წელს რასაც უყურებ ჩემპიონთა ლიგას ეგ ფეხბურთია და ძალიან ყვაყოფილია ნო თან აი იცი რას ვატყო ბოლო პერიოდში ეს ბოლო 3-4 წელიწადია წამოვიდა რა აი ეს მომტყუებელი ხალხი აი ცოტა ჩაკეტილი იყო ის წინა 10 წელი აი მესი რონალდოს ეპოქაში არ ვიცი სტატისტიკამ დათრგუნა თუ რა იყო არ ჩანდნენ აი ზუსტი პასების თუ ამ დაღუპა ხო დაიწყო ისა იმან საგოლე პასი რა ქვია ბიძინა ბარდაშვილმა სწორად აღნიშნა ხო წვიმაში ეს იყო რაღაც 24 პასი რა მე 22 რო იყოს რა პრეასისტი მე თქვენ გეტყვით 82 წლის საბჭოთა ეხა ხო რაღაცები ისეთები ხდება რომ რასაც საბჭოეთის დროს მიუღებლად მივიჩნევდით ეხა თითქოს შემოდის და უნდა მივიღოთ 82-ში მე მახსოვს რომ სუსლოპარო ვიყავდათ ნაკრებში რომელიც ეხა ტორპედო მოსკოვში თამაშობდა არაფრით გამორჩეული არ იყო მაგრამ რატო რო კითხეს რატო ყავთ ნაკრებშიო ასების რაოდენობა დაუთვალეთო და ყველაზე დიდი პროცენტი აქვს და ეხა იდგა მოედნის ცენტრში და რომ იცემდნენ გვერდზე კაცის იქით პასი არ ქონდა გაკეთებული და თქვა ყიფიანი და ბურიაკი და ვიღაცები გავრილოვი და ხა პლეიმეიკერებს ამოძიდნენ იძლეოდნენ 60 მეტრიან პასებს და ხა რანაირად ექნებოდათ ერთნაირი პასები ხო და ყიფიანისთვის რო გეთქვა შე რო ხინჩაგაშვილის და ჩივაძის გარდა პასი არავის არ მიცეო ექნებოდა 1000-დან 1000-ის ზუსტი პასი ხო რა სუსლოპაროვი და რა ვინმე სად შეედრებოდა მაგრამ
ეგ არ არის ფეხბურთი რა. ხო და ეს ბოლო პერიოდი ეს დუე როგორ თამაშობს რა და ის როგორ გაამწოვე დაკარგე ბურთი. ნუ იმ არანორმალურზე არ კარგავდა ბურთს. გიქსი არ კარგავდა, ბესტი არ კარგავდა, ოვერმარსი არ კარგავდა. რავი, ვინ ჩამოვთვალო მომტყუებელი ფეხბურთელების მეტი რა იყო. კარგავდნენ. მაგრამ სამჯერო დაკარგავდა, მეოთხეს ისეთ რეიდს გააკეთებდა, რომ შევიდოდა კარში და ეგ იყო ბურთს რო აძლევდნენ ფლანგზე ერთი კაცი თუ ყავდა რიბერი, რობენი ატყუებდნენ იმ კაცს და ბოლოს წამოვიდა ისეთი ფეხბურთი რომ სტერლინგს რომ იცემდნენ საჯარიმოს კუთხეს და ერთი კაცი თუ ედგა სამეჩი უნდა მოტრიალებულიყო და უკან ზინჩენკოსთვის მიეცელა არ მომწონდა ეგ ფეხბურთი და რა ვქნა კი შედეგი იყო კი ყველაფერი მაგრამ რა ვიცი მე არ მომწონდა აი ხა წამოვიდა და ეს ნუ არანორმალური ეს ვინც ხო რა აბა ბაჯო გიждდებოდი წელი რო ეთქვა ბაჯო არ უნდა წავიყვანოთ იმიტომ რომ დაცვაში ვერ ჩამოდის ბაჯოს რა უნდა რატო უნდა ჩამოვიდეს ბაჯო დაცვაში ბაჯო უნდა იყოს იქ უნდა ხატავდეს ეხა შენ რო ისა ხატვარი კაცი დაიწუნო იმიტომ რომ რა ვქნა კედელი ცუდად შეღებაო ხო არ შეიძლება შედარება არა ის ხატავს რაღაცა და დახატოს რა ახლა ეს ფეხბურთი და ზედმეტად აი ცოტა ბოლო წლებში წამოვიდა ეს რაც იამალი გამოჩნდა და ეს კვარაც ჩვენი და იმიტომ რომ მიცეს უფლება რომ მოატყუოს რაღაცა მოიგონოს აჭრას ბურთი ჩამოჭრას იქ გააძვრინოს ორთაშუა და აბა რონალდინიო არიარსებებდა რომ კაცის მოტყუება აგეგზდა და აგერ ვნახეთ დღესაც ატყუებს ხედავ რა დღეში ჩაყარახავ ხო და აი ძალიან კარგია რა მე თითქმის ის მქონდა რომ აი უფრო ჩაიკეტება უფრო არა გაიხსნა დაშტამპული გახდება მაგრამ გაიხსნა აი ბოლო წლებში ისევ გაიხსნა რა და ის სტატისტიკაზე რაც თქვით ავი ბილიონჯერ მიხსენებია ეს ვინ უთვლის ანდრეს ინიესტას რამდენი გოლი და საგოლე პასი ჰქონდა სეზონში აგროვებდა საშუალოდ ჰქონდა 2 გოლი 4 საგოლე პასი ანდრეს ინიესტა და ჰქონდა 2 მილიონი პასი აი ხა შენ ვესტჰემის თამაში ავიღოთ რომელიც albათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი პერიოდის ვესტჰემს 91-ში რომ მოუგო დინამომ რომ მოუგო ოდესმე შენ აი რამდენჯერ გაქვს ეგ თამაში ნანახი ლაივშიც მაქვს ნანახი ის სიხარული ის დღესაც რო უყურებ ის ჩივაძე რომ მიდის ჟრუანტელი მიდის ეხა გეტყვი მე შენ ოდესმე შენ დაინტერესებულ ხარ ან დაგითვლი ან მოგიძიებია სულაქველიძეს ან სვანაძეს ან რომელიმე სხვას დარასელიას რა პროცენტი ხონდა იქ პასის ან რა ვქია რამდენი კილომეტრი ირბინა რაში მაინტერესებს ფეხბურთი ითამაშეს დახატეს დაგლიჯეს ყველაფერი და დაამხეს თავზე ის ლონდონი ვესტჰემს ვინ რამდენი ირბინა რაში მაინტერესებს ლევან ეხლა მაშინ რომ სტატისტიკა ყოფილიყო და ჩივაძემ გოლი გაიტანა სადღაც 23 წუთზე ხო და მე-20 წუთზე ჩაეხედა სტატისტიკისთვის არ უყურებს თამაშს და სტატისტიკას ჯაყელა წალეკილი ვიყავით უი 13 კუთხური აქვს ჩაწოდებული ამას 0 აწובה ვესტჰემი რას ამბობ კაცო რა სადაც არის გაუტანს ნუ აი ეგ შტაბეჭდილება დარჩებოდა და თამაშს ვინც უყურებდა სულ სხვა შტაბეჭდილება ამიტომ ფეხბურთი არ არის ეს მათემატიკა რომ დავთვალოთ ვინ რამდენი ირბინა როგორ ირბინა რამდენი პას ფეხბურთი არის თამაში რო უყურებ საუკეთესო მოთამაშე რო უნდა გთხოვენ დაასახელეო შენ იმაში იყურები იმაში რო იყურებიან იმიტომ აძლევენ ბოლო თამაშებში ისეთ ფეხბურთელებს ვინც ეს საუკეთესოს პრიზით სირცხვირით არ იღებენ ხო ნახე იქ დემბელემ არა იყო და იმან არა იყო მომშორდითო უთხრა მაკვლის იმან რა ქვია პორტუგალიელს კაცო ვიტინიომ არა იყო თუ ვინ დემბელე იყო დემბელე ასტონ ვილასთან რო წააგე შენ თამაში ხო არა იყო არა მე მიცეს იმას აი გასაგებია მაგრამ არ უნდა და წაღება რა ესეთი აი ეს ოქროს ბურთის თემაც ძალიან საინტერესოა ძალიან ჩახლართულია რა ფინალს ვინ ითამაშებს მაგრა ჯერ ვინ მოიგებს ძალიან ბევრი იქნება მე დამოკიდებული მომწონდა ოქროს ბურთი როცა მარტო ჟურნალისტების გამოკითხვით იყო ფრანს უდონ მე ეს რო ჩარევენ წვრთნელებს და კაპიტნებს ეს მეორე რო არის კიდე ხო FIFA ხო ანუ ხო არის მე მომწონს როცა არის ჟურნალისტების გამოკითხვა და რატო გეტყვი იმიტომ რომ მაგალითად მასმერერას იურგენ კლოპმა თქვა რომ ლივერპულში რო გადავიდა მე ლივერპულის თამაშები ნანახი არ მაქვსო მე ვწუნდები იმაში რომ დიდი გუნდის მწვრთნელებიც კი
ისე კარგად ჩახედულები არ არიან სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში, რომ სიტყვაზე იქ და მაგან შეიძლება თქვას, რომ საუკეთესო მოთამაშე კლოპმა არის ლევანდოვსკი, იმიტომ რომ უყურა ამის თამაშებს და ერთხელ ნახა ბაიერნი და ერთხელ გლადბახი. სუბიექტურები. იქ არის ის ეხა იმა რა გააკეთა სიტყვაზე სხვა ჩემპიონატში როგორ ითამაშა ინიესტა. არის კაპიტნებიც რო ასახელებენ. კაპიტნები ძირითადად თავის ძმაკაცებს ასახელებენ და ის კი არა რამდენიმე მონიშნული მაქვს, მაგრამ შენ თუ იპოვი შენ იმას რო უყურებ ხოლმე რა ქვია, ვიცინებ, გიყვარს ეგეთი რაღაცა, აი მოძებნე რამდენჯერ არის დასახელებული ფეხბურთელი, ვისაც 2 წლის ან 1 წლის დანებებული აქვს თამაშისთვის თავი. ბატისტუტას წერდა ვიღაცა ქვეყნის კაპიტანი 3 წელი მე მგონი და აღარ თამაშობდა უკვე ფეხბურთს. თავისიანებს რო წერდნენ ხოლმე რაღაც მაროკოელი, მაშინ მაროკოს ვაფშე არ ყავდა რა. მაგრამ ამ ფრანს ფუტბოლში არა, ფრანს ფუტბოლი მე ვფიქრობ, რომ არის ყველაზე ობიექტური. ლევან ამ გახსენებაზე ახლა ცოტა ხანში სეზონი არ დამთავრებულა სარბიელი. ბოდიში კიდე ვიტყვი, ხო, სარბიელზე მე ახლა ვიტყვი, აი უკვე კიდე რატოა ობიექტური. ფეხბურთელი რო კითხავენ, მესი ჯობია თუ რობენი, იტყვის მესის, იმიტომ რომ იცის რომ მესი უფრო მაგარია და ყველამ ვიცით რომ მესი უფრო მაგარია. მაგრამ ის სეზონი რომ რობენმა უკეთ ჩაატარა, ის ფეხბურთელს ვერ მოთხოვ რომ ეგ იცოდეს, გაიგე და ჟურნალისტმა იცის რომ კი არის მესი უფრო მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ ეს ამ სეზონში რობენმა მეტი გააკეთა. აი ეგ აღარ არის. ზოგადად არის მესია. აი მაგალითად ვერაფრით ვერაზოს ვერ ამიხსეს, გრიზმანს რო არ მიცეს ოქროს ბურთი და სიმბოლურ ნაკრებში არ დაასახელეს, ყველაფერი მოიგო იმ წელს. ერთი რაღაც გამახსენდა ზუსტად აი ახლა რასაც შენ ამბობდი, ჟირესი როცა იყო მწვრთნელი, მე მაგრამ მიყვარდა ჟირესი უბრალოდ ერთი აი ესეთი რაღაცა 2005 წელს ოქროს ბურთის ის რო იყო გათამაშება, ოქროს ბურთი რო იყო ადრიანო დაასახელა და მე რო უთხრეს ცოტა გასაკვირი არჩევანი იყო და თურმე არ ცოდნია საიდან სად იყო რა, საიდან სადამდე იყო არჩევა რა. ხო და ეს რონალდინიო არ დაწერა და დაწერა ადრიანო რა და გაუკვირდა ყველას გაიგეთ. არა მე ესე ვიცოდიო რომ აქამდე იყო, აგვისტომდე იყო. ხო და ეგრე არის რა, ეგრე არის. სეზონი არის. ჟურნალისტმა იცის კი, იცის ასეთი ამი არ დაემართება. იცის და თუ არ იცის წაიკითხავს და გადახედავს და რაღაცას. არის რაღაცა აგვისტოდან მაისამდე რა, რა. და მე მგონი მარტო ჟირეს ეწერა ადრიანო. 31 მაისს მთავრდება სეზონი. კი ბატონო. ევროპაში. და სარბიელს მაგ დროს იწყებს ტრადიციულ გამოკითხვას საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის. ხო. ახლა როგორც კოლეგას. არა, უბრალოდ ესე თქვა არა. რას ელოდები ამ გამოკითხვისგან რა. როგორც ყოველთვის სიამოვნებით ღებულობ მონაწილეობას ის დაჯილდოებაც მიყვარს, ტრადიციები მიყვარს საერთოდ სპორტში განსაკუთრებით და ეს ბრენდია ახლა ხო სარბიელის გამოკითხვის საუკეთესო მოთამაშე, სხვა გამოკითხვებიც სტარდება რა, როგორც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვა, ახლა სხვამ რო დაარქვას ახლა რაღაცა და თქვი კიდევ FIFA იმდენად არ მიყვარს, იმიტომ რომ ფრანს ფუტბოლია და მიყვარს. ესეა ჩვენთვის სარბიელი. სარბიელის გამოკითხვა რო არის, ნიშნავს რომ ყველაზე ობიექტური, ყველაზე კომპეტენტური იქნება ის დასახელება. რას ველოდები, რასაც ველოდება ყველა იმას და მინდა რომ აი ამ სეზონის დასასრულის მატჩმა კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ჩვენი იმედები და ისე დამთავრდეს ყველაფერი. ფიქრობ რომ უკონკურენტო იქნება ეს გამოკითხვა? მე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ უკონკურენტო არ იქნება და ეგ კარგია რომ არ იქნება, მაგრამ თუ ფინალი მან მოიგო, სარბიელის გამოკითხვა კი არა, შეიძლება ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაც იყოს უკონკურენტო. აი ერთ-ერთი რომელი იყო შარშანი იყო თუ ძალიან ძნელი იყო დასახელება რა ხო ევროპის ჩემპიონატის მე. არა იყო ხო ბევრი დასახელება. ეხა არიან ისეთი ფეხბურთელები ხა ეს როცა რა ქვია ენა ხალხი ბოლო იმამდე მანამ მამარდა სცენაზე არ ამოვიდა და ელოდებოდნენ ყვარას იმ სცენაზე რა. ეგ კი არა ანუ ხუთი ძალიან გამოკვეთილი ფიგურა იყო და სამეული ძლივს დაუწერე რა. ხო, შარშანი იყო წინა მაშინ. კი, მოგვიწია ფიქრი და ეგ არ კარგი. ვისურვებდი რომ სულ ეგრე იყოს. აბა ერთი რო იცი და მეორეს და მესამეს რო ვერ პოულობ ვინ მიაწერო ეს არის კარგი. საჩემპიონო სეზონში იყო ნაპოლიში
86-მა მიიღო მონაწილეობა და 85-მა კვარა დაწერა. ასაგები იყო. მამარდაშვილი ხანდახან რო უკვირდები, საიდან მოხდა მეოთხე მეკარეთ წასული. უიდე და მაგას გამახსენდა და უცებ მოუყვები. გუშინ მკითხულობდი, ვიცოდი და უბრალოდ გადავიკითხე. გოიგოეჩია რო იყო მეკარე რა, თბილისშიც რო იყო ჩამოსული. და ცხონებულმა ბაჩო ცვანაძემ მასთან ინტერვიუ გააკეთა რა. მაშინ და ძალიან საინტერესო რაღაცაა. სახედარიგო მეკარეთ წასული რო იყო და პენალტები რო იყო. მეოთხე მეკარეთ განიხილებოდა საერთოდ, იმიტომ რომ წინა წელს კოლუმბიის ჩემპიონატში თამაშობდა მილიონაროვიჩი და გაჩერდა თამაში ჩემპიონატი, იმიტომ რომ საჯი მოკლეს და ნარკოკარტელებთან ბრძოლა იყო და ეს საერთოდ არ განიხილებოდა და საჯე თამაშის დროს მოკლეს. ხო. პუმპიდო დაიმტრო პირველივე თამაში. პუმპიდო დაიმტრო და ისლასი განიხილებოდა მეკარეთ და ისლასმა უარი თქვა მეო ისა რა ქვია პუმპიდოს გუნდი გავარდაო ბეტისიო და მე აგერ ლალიგაში მშვენივრად თამაშობ და მე პირველი მეკარე უნდა ვიყო და ბილარდო არ წაიყვანა. მესამე მეკარე დაიმტრო საერთოდ. და მეხუთე იყო ეს საერთოდ და მეოთხეს ნაცვლად ბოლოს წაიყვანეს ეს და ანუ მესამე მეკარის რანგში წავიდა და სახში დაუბარებია რომ ტიტრები რო გამოჩნდებაო, ჩაიწერეთო რა ვიდეოზეო რა. ჩვენება რომ სოფლიო ჩემპიონატზე ვიყავიო რა და ეს პირველივე მატჩში დაიმტრო პუმპიდო. ხო არა, მეორეში და მეორეში ეს საბჭოთა კავშირთან და წესით ისუნაში. მე მგონი ნიგერიასთან. კამერუნთან? თუ კამერუნთან, ბოდიში. არა, მე მგონი საბჭოთა კავშირთან. აბა, მე გადავამოწმოთ. ხო და მე როგორც ვთქვი, კამერუნთან დაიწყო. წესით ეს იყო მესამე მეკარე, მაგრამ იმ შეკრებაზე რა, ისე მაგრად უვარჯიშია და ისა რომ ანაცვალეს რა ეს მეორე მეკარეს და ეს გამოიყვანეს. თან პენალტებს მაგრა იღებდა და ყველაფერი იუგოსლავიასთან რა პენალტებში გავიდნენ, გახსოვს 2-0-ს აგებდნენ. ამათ ორი გაფუჭებული ქონდა და იმათ ორი გატანილი და წარმოიდგინე აღარ რჩებოდა. ხო, მარადონას რო გაუფუჭებია ეს მისულა და უთქვენ უგეშინია ორს ავიღებო რა. ისე მარადონას ბევრი ძმაკაცი არ ყავდა და ერთ-ერთი ეგ იყო რა. კი, იმიტომ რომ აქ რო იყვნენ ჩამოსულები, ჩვენ მაშინ იმედზე ვიყავით და ჩვენ ხონდა ყველანაირი ექსკლუზივი სუმაგად გვერდზე ვიყავით და გოიკოიჩია და კანიჯა იყვნენ მარადონასთან. ანუ მარადონა ისეთი ტიპი იყო, კი, გულღია და ის, მაგრამ აი ეს ძმაკაცობაში აი ესე ახლოს არავის ბევრს არ იკარებდა. 1-5-6 ძმაკაცი ყავდა. ო, ფერარასთან ძმაკაცობდა, კანიჯასთან და კი. ლევან, მადლობა ჩემო კარგო. თქვენ მადლობა ბიჭებო. მიხარია ყოველთვის თქვენაირ ხალხთან ფეხბურთზე და სპორტზე საუბარი. წარმატებებს გისურვებ თუ ხელბურთში, თუ ფეხბურთში, თუ ზოგადად ქართულ სპორტში და ცხოვრებაში. თქვენც ასევე წარმატებები თქვენ საქმიანობაში.